გიგავიბლი რომადაბელო დოსანამდი დავიყანერა იქნება თუ არა დავიდირებ თუ არა დავიდირებ ენერხელ ბიჭო მესროლე ყვავილი დამეგი გული მე ახლა ვედაბრუნდები საწავიდა ჩვენი ფერმის გამგე მართლა შეყარებულია. შენ ახარ ველა? გამარჯობა. გაგიმარჯოს. საით? ქვევით მივდივარ სკოლაში. ერთი გზა გქონია. შეჯექი. არა, მადლობა. ტყუილად ჩამოხვალ ცხენიდან. მე არ შევჯდები. როგორც გენებოს. რაო, ყვავილი მესროლე, გული წამარჩიო. ვინც აგართა გული ველა, ჰა? ხნეთა ვინ ბედნიერს მგელი გაერქვას და არა ვეფხია. ჩვენი სკოლის ბალაურად ვაცხადებ ხია ხალიბაო. ბოლოს რამო. ონი აქვს, მაგრამ ჭიდაობის 11 ხერხი არის. სწორი ხარ დათო. ჩვენ სკოლაში ყველაზე კარგად შენით ჭიდაობის ხერხები. გამოდი ჭიდავე, დათო გისტაური ვეფხია ხალიბაო. Zitvat წვეთან ზარად ხაზაძლევენ. ბე! ვეფხია. რა გადაწყვეტეს? გზავნიან თბილისში სასწავლებლად. ახლა ატესტატებს დაგვირიგებენ და ყველაფერს გატყვიან. ო, მალე გამოდი, აქ დაგელოდები. კარგი. ზექალა ბურდული. შენ რა გადაწყვიტე ზექალა? მე ზოოტექნიკოსი მინდა გავხდე და ჩვენს ფერმას დავუბრუნდე. ო, კარგია. გისურვებ წარმატებას და მალე დაბრუნებას. მადლობა. ლამარა ოჩიაური. გილოცავ ჩემო ლამარა? გოლის წარმატებით დამთავრებას. მადლობა ბატონო მიხეილ. პედაგოგიური საბჭოს აზრია რომ შენ სააღმშენებლოზე უნდა განაგრძოს სწავლა. მადლობა. ვეფხია ხალიბაური. რა მოგივიდა? მოდია. მომილოცავ შემო. ვეფხიო. მადლობა. მას გადაწყვიტე გახდე მეტალურგი. მაგან ჩასიძება გადაწყვიტა. იჩუმე! გასხედი პეტროს ადგილებზე. ბატონო მასალო, მოკლავს დაიწია. ნამდვილად მოკლავს, ბატონო. ვეფხია. რა მოგივიდა? ატესტატი მიიღე. როგორ შეიძლება მისი სადმე გაგზავნო? მას მიდიხარ თბილისში. მივდივარ. როდის? როდის? ეგ აღარ მეკითხავს? რაღაც ელოდები. წამოდი, გაიგე. აბა, რეგასე მოხუცებული რო არ იყოს. მეც აუცილებლად წამოვიდი.
როდის ფიქრობ დაბრუნებას? მე სულაც არ ვფიქრობ დაბრუნებას. როგორ? შენსა და პაპა პარიკასაც ორთავეს წაგიყვანთ. შეძებილობა. ჩემთან. იქ ყველა ოსტატს ქარხნის გვერდით საკუთარ სახლს აძლევენ წყალსადენ. მოუშვებ ცივი წამოვა, მეორეს მოუშვებ ცხელი წყალი წამოვა, ელექტრონით საჭმელსაც დაამზადებ, მას სარეცხსაც გარეცხავ. და თუ გინდათ ხასაც მოწველი. შენ მოგცემენ ასეთ სახლს? მას როგორ გონია? მე ხომ ნამდვილი ოსტატი ვიქნები. კი, მაგრამ პაპა პარიკა მოარი რო თქვას წამოსვლაზე, ხო იცი როგორი ჯიუტია? შენ დარდინო გავს, დავითანხმ. გულნუ მოგივა გაგავ. შენ კავს ხვალ საღამომდე ვერ გავჭირ. რას ამბობ პაპარიკ? კავი დღესვე უნდა ჩაუტანო ბრიგადას, ისე ვერ დავბრუნდები. ვერ მოვასწრებ გაგავ. ეს ჩემი შეგირდი ვეფხია სკოლას ამთავრებს. სადილად ველი. შემოდი ვეფხია, შემოდი. ჩვენ ხომ არ დაგვიმთავრებია საუბარი. კარგი, ვთქვათ, მე კარგად ვიცოდი შენი ხასიათი. მაგრამ შევწდი და მივეცი თანხმობა, რომ გაგიშვან თბილისში სასწავლებლად. მაგრამ როგორ შეეძლო კონკავშირის ორგანიზაციას მიეცა რეკომენდაცია ისეთი უდისციპლინო და თავაშვებული კონკავშირელებისათვის, როგორც არიან ვეფხია ხალიბაური და თოქისტაური. წინადადებას ვიძლევი. ორთავე ამორიცხული იქნა სიიდან. გაგითხრათ, როდის მიდიხარ თბილისში? როდის? როდის და როგორ გითხრა? 2-3 დღეში. წავიდეთ აქედან. იცი ვეფხია, რაც უფრო მეც ვფიქრობ იმ სახლზე, მით უფრო მომწონს. პაპა, უჩემოთ ხომ გაგიჭირდება მუშაობა? აი, რომ გამიჭირდება. იქნება ჯობდა დარჩენილიყო. კარგი იქნებოდა, მაგრამ რომ შეიძლება დარჩენო? მაშინ წადი შვილო. ისწავლე. არც დარჩენა შემიძლია, არც წასვლა. სიიდან ამომრიცხეს. ამოქრიცხეს? სადილი მზად არის. ხელები დაიბანე. ვეფხია მგითხრა რომ მიემგზავრება. რა? მიემგზავრებაო? ისიც გითხრა, იქ როგორი სახლი გვექნება. მაშინ წამოხვალ, ხო? მე არ სადაც არ წამოხვალ. როგორ თუ არსად? არ ამსურს. ანდა ვეფხია გადუნა წავიდეს ჩვენ. როგორ თუ რა? სასწავლებლად. მივასწავლე. ისეთ ჭედელს გავზდი, რომ მას კი ფოლადის დნობა უნდა ისწავლოს. ფოლადის დნობა? ხო. აბა ერთი ჩემი ნაჩქარი ხმალი მომაწონი.
როგორ ფულად გამზადებენ ჩვენი წინაპრები. ჩემმა პაპის პაპამ ეს ხელობა პაპა ჩემს ასწავლა. პაპამ კი მამა ჩემს. შენ კი ვეფხიას გინდა ასწავლო, არა? აი, რომ ვასწავლიდი, მაგრამ თავად რომ არ მახსოვს. მამა ჩემი შეინდოს ღმერთმა, მაშინ სულ ბავშვი ვიყავ, როცა მომიკლეს. დღეს ეს ხელობა თაში აღარავინ იცის. ქვემოთ. ქალაქში ადნობენ მხოლოდ. მაშინ არ გინდა ვეფხია ქალაქში გაუშვი. მე როსვესიო. ექსიდან ამო. ეს მართალია? ეგ არაფერი ლელა. მე მან ჩემსას გავიდა. როგორც გითხარი, ყოველივე ისე იქნება. გეფიცები რომ ოსტატი გახვდები. ჩავალ თბილისში. მივალ ტექნიკუმში და დირექტორს ვეტყვი. მაპატიეთ. მე სწავლა მინდა. ამას ისე ვეტყვი, რომ არ შეიძლება არ მაპატიოს. რომ არ გაპატიოს მასწავლებელმა. მაპატიებს. ნუტირი ლელა. თუ მართლა უყვარხარ, მალე დაბრუნდე. ვაშკაც თუ ქალი ნამდვილად უყვარს. ის ერთ დღესაც ვერ გაძლევს უიმისოთ. საღამოობით ამოვალ ხოლმე. Papa აბარეგას მოვეხმარები სამჭედლოში. სადმით მანქანა. საური არ მიმყავს. შენ მითხარი სადმით ხარ? რა გინდა ძმაო, შენ ჩემგან? მართლა შერამე თუ? შო? თბილისში უნდა დამიყვან. ხვალ ავტობუსზე დადი წამოდი. შო? დამიყვან თბილისში, გაიგე? ნიკულია. რა გინდა ძმაო, შენ ჩემგან? თუ გადმოარდით, შენ ბრალერი იქნება იცოდე. ჩამოჭი.
ჩქარა. სანამ წაუმარ წაიღო. ჯანდაბა შეიტანე. ჩემო. ჩქარა. გამარჯობას გისურვებთ მობილო. თვარ მიგიღო შენმა დირექტორმა, ჩემთან მოდი. 6 თვეში ისეთ ჩოფერს გამოგიყვან, აი ასეც. კარგად ვიყავ, იტოცე. უგაცრავ. სად არის აქ მეტალურგიული ტექნიკა? მეტალურგიული ტექნიკუმი? არის კეცალი არა. დათო, ეს შენ ახარ? ვეფხი. გამარჯობა ბიჭო. როგორ გამეხარდა შენი ნახვა? მეც გამეხარდა. ეს თუ დაგილებია? არა, მოიცადე. 2 კრემსოდა, 2 ნაღები, 2 შოკოლადი. რამდენია, პატიდო? 2 ლიმონი. თავარი არ შეშინდე. ჩვენი მიხეილი გულკეთილი კაცია. მივედი მასთან. ცოტა ცრემლები გადმოყარე და უთხარი. პატივცემულო მიხეილი. მაპატიეთ. მეც აღარ ვიზამ. რამდენჯერ გითქვამს შენთვის? პატივცემულო მიხეილი, მაპატიეთ. მეც აღარ ჩავიდენო. რა ვქნა? როცა გამაჯავრებენ, ძალიან მიჭის თავი შეკავენ. ყურადღება? უკაცრავად, ერთ წუთი თუ შეიძლება. ასეჯებია, თორემ პირდაპირ თვალებზე გაქვს შავმხატული. აი ესე, ასე დაიხურე. არა, ვეფხია, ასე არა. აი, ასე დაიხურე, ასე ჯობია. არა, სულღია ჯობია. დამანებე თავი ერთი. ვარგენა. მომცილე. ყურადღება? ვიღებ. ვალობთ. პაპა, ნახე მაგ. არა, გამოიცედი. ვეფხია სურათია, პაპა. აი, წერილის ნახე რა შედება. ჩემო საყვარელო პაპა, აბარეკა და ჩემო კარგო ლელა. თბილისი ძალიან მომეწონა. ვეცდები მალე წაგიყვანოთ შენც და პაპა აბარეკაც. დაიცა კიდევ რა შეწერება? ხო, ამ დღეებში გვაჩვენებენ ჩვენ სამუშაო ადგილს. ვეცდები იქ ჩვენთვის სახლი შევარჩიო. ყურადღება ამხანაგებო. ყურადღება. ჩვენ ვახლოვდებით ქარხანას. ქარხანას? დიახ. აქ დაგეგმილია ძირითადი საამქროები. აი აქ, ამ ადგილებში. ეს ხომ უდაბნოა. ქარხანა სადღა? ჩვენ სად ვიმუშაებთ? ან სადღა ვიცხოვრებთ? ალბათ ყველაფერი გათვალისწინებულია. აი ვკითხო დირექტორს. ქარხანა სადღა, პატივცემულო? მალე ავახშენებთ. აი, ამ ადგილზე. ვიდრე თქვენ რუსეთიდან ოსტატებად დაბრუნდებით, ქარხანა მზად იქნება. რუსეთიდან? დიახ. განსაკუთრებული დადგენილების თანახმად, თქვენი გზავნებით სასწავლებლად ურავში 3 წლით. 3 წლით? Modi
მშენობას თქვით 5 წელიწადში შეისწავლეთ. რაო? ვისაც საქმე გამოლევია, იმან თუნდაც 10 წელი მოანდომოს. იგი 6 წელში ოსტატი გახდა. შენ რა? იქ აპარეკა სამჭედლო ხომ არ გონია? ჩემთვის კი სულ ერთია. გინც 3 იყოს, გინც 5. იქ თავარია ყინვებს შევეჩვიოთ. ამბობენ, გადააფურთხებ მიწაზე ყინული ეცემაო. ყინულები ჰაერში იყინებიან, აბა? მერე თუ ეგრე რაღაც მიდიხარ. მე? თუ გიგონ კავშირი გამგზავნის, სადაც გინდათ იქ წავალ. ვასილი ივანიჩ, ხალხს გადავწვა. ამ ხანაგო დირექტორო, აქ მე ვაგე პასუხს. აუმატეთ აირი. აი ეგ არის ოსტატი ბულანო. არის, წამოდი, ოძაფები მოვიდნენ. აქ საშიში ყოფილა. აქ პირველად არის საშიში. რა თქმა უნდა, მსდავს გაუჭირდება. მე ფოლადე, ნამდვილი ვაჟკაცი უნდა იყოს. ჩვენ არაფერი სიძნელეების არ გვეშინია. მაშინ ყველაფერი ვიგზია. მოიწყალეთ. ამას შეხედე რა ამბავია? აბა, უკან დაიხიეთ. ხილა. მოიწყალეთ. ნახშირბადი მაღალია. შეუძლებელია. ინებით. ახლა? სორია. გოშა. ოდია. ჩავყარე ღუმელში 50 კილო მადანი. არის. გარა. ეს ვინა? ჩვენი ექსპრეს ლაბორატორია. ნასტა ბულანოვა. კარგი გოგონა. ვინ? ნასტა. შმაკის ფეხია. შენ სულ ექსკურსიებს ატარებ, არა? როდის გამუშაობ, ბორინკა? ეს ექსკურსია კი არა. მოწაფეები მოიყვანს. თვალადი ბიჭებია. პირს ნუაღებ, ბუზი შეგიფრინდება. შენ შემომხედე? გიცქერი და ცქერით თვალები მეწყდა. კიდეც გაიცანით ეს თვალები. ებხია, თავიდანებე ეს ბულანოვის ქალიშვილია. ვისიც გინდა იმის ქალიშვილი იყოს. ჩვენაც სასწავლებლად ჩამოგიყვანეს, ეკი მასხრად. სორია შვილო, არ შეერჩინა ჭაბუკი. არაფერიც არაა სწორი. ხუმრობა არ ცოდნია. უადგილოთ ხუმრობ შვილო. გთხოვთ მაბადიოთ. გენაცვალე. ვერაფია ხმათი. ვეფხია ხალიბაური. რომელია სახელი და რომელია გვარი? ხალიბაური გვარია. სახელი კი ვეფხია. ეფხია. ეფხია. ჩვენებურად ეპიფანი. ჩვენებურად ვეფხს ნიშნავს. ვეფს. კეთილი. ბორის. აქ ვარდიევას. რა სიტყვი მოხიდათ ხელი ამ ბიჭებს. რატომაც არა? ეთყობათ კარგი ბიჭებია. გახსოვს საიდან დაიწყე? მახსოვს. წელიწადი ნიჩაბი მეჭირა. წელიწადი? ხოლმე ისე რაო? აფის ჩამოყალ არ გონია. ის შემდეგ. უღურე. არა. წელიწადი ნიჩაბი მეჭიროს? ერთ წელში ოსტატი გახდე. ერთ წელში? შესაძლებელია 9 თვეშიაც. გათილი ვნახოთ. ძალიან კარგი. სადე? თუ ასეთი მარტო ხარ? გათილი ჩვენ ამასაც ვნახავთ. ამოვიწიე. ეს ჯობია. ყველაზე კარგია.
უდგეხარ? მე? არა მე, წადი სამქოში. ყოველივეს თავის დასასრული აქვს ამ ქვეყანაში. არა, პაპა. არა. შენ ოდნავ გაციებული ხარ. ხეხშილო ეს უკანასკნელი ზამთარია ჩემს. ნუ ამბობ, პაპა, ნუ. დღეს კიდევ მოვა ექიმი. მალე ვეფხიათ დაბრუნდება. უკვე 6 თვე და 8 დღე გავიდა. ყველაფერი გავაკეთე, პაპა. მაგითში. თუ რამე დაგჭირდეს, აი, ლელა გამოგზავნე. წამლის ბალევის დროა, დაბ. სოფელში ვიღაც მოდის. ვითომ ის არის. ეგ კოტია. ჩვენი პოსტალიონი. ჩემო ძვირფასო პაპა აპარეკა და ჩემო კარგო ლელა. დიურჯი დავაპირე თქვენთვის სტერილის მოწერა, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა. ვშიშობდი არ გამეწბილებინეთ. ჩვენ ძალიან შორს ურალში გაგვაგზავნეს სასწავლებლად. რაო? ჩვენ ძალიან შორს ურალში გაგვაგზავნეს სასწავლებლად. 3 წლით. მაგრამ არ შეშინდეთ. დალია მოხუცო. რასწირება? თუმცა ჩემოდის. ურალეთში გავგზავნიათ 3 წელი. იმასაც იწერება, რომ ძალიან ეცდება და ზაფხულისთვის აქ იქნება. ღმერთმა ხელი მოვარდა. შენი საღებგალო იყოს მოხუცო. რომ იცოდეს ზოგჯერ როგორ გაახარებ ხოლმე ადამიანს. უკვე 6 თვე გავიდა და ჯერ კიდევ დიჭვებს ვერ მოვშორებიო. ზედა კიდე მოიწვი. მე რა, შენ აგონია უმელთან ჯობია? მეთხია. მოდი აქ. გაიქეთ მობილო ექსპრეს ლაბორატორიაში და გაიგე ანალიზს რატომ აყოვნებენ. აბა ჩქარა. ნასტა, იცი მარგანეცი აკლია. ხო, აკლია. რა თქმა უნდა, აკლია. ნასტა, მაინც რას მეტყვია? რაზე? მე უკვე ავიღე 2 ბილეთი. ნერწმუნე. კარგი სურათი. სინდის გეცეთ კარგი. რაზეა? სიყვარულს. არა. მე უკვე გითხარი, რომ მივდივარ საციგუროდ. აი ნახე. რიგი მეათე. ადგილი მერვე მეცხრე. ნასტა. გამარჯობა გამარჯობა ვერცხო. ნასტა. რა იყო? ანალიზი მზად არის? არა. ცოტა ხანს დაელოდე. ნასტა, ის რა ლურჯი ხსნარია? იქ ხოქში. სად? აი ის ლურჯი ხსნარი. ო ხშირად შემოიარე. ყველაფერს აგიხსნი. კარგი. იცი რა? მე მგონი ამ ვებსაც უყვარხარ. ნამდვილად? მე რა შენ? გიჟდები.
აი, ასე ვიცი ჩვენ. მარგანეცი აგლია. ლევში, ნება მომეც მიუმა. ვალებს დაიწონ, მე უნდა ვაგო პასუხი. არ დავიწავ, გეფიცები არ დავიწავ. მიმიშვი ლევში. კარგი, წამოდი, გვერდზე მომიდექი. გმადლობ ლევში. ბორის, რა იყო დიავასი? ეს ახალგაზრდა მომფიქრებს. ვეფხია? რაღაც მუდავია მაგის თავს, სულ ჩქარობს. რასი? არა დიავასი, გონიერი ვიდია. და არა ქარაფშუდა? კარგი ბიჭო, ვეღოფა. დადი შენს ადგილზე. თორე ბულანოვისაგან შენს მაგილად მე მომხდები. ვეფხია თეორიაში მაინც აქვს ხუთიანები. შენ კი მეცადინეობაზე არ დაბრძანდები. რა ჩემი ბრალია? ხან ხური ვтиვა. ხან ბელი და ხან კიდევ რა. შენ ჯერ ძმობილო ნიჩბის დაჭერა ვერ გისწავლია წესიერა და უკვე ოსტატობას აპირებ. ვასილი ვასილი. ისე უნდა მუშაობდე რომ ყველა აღტაცებაში მოდიოდე. ო, შენზე ვლაპარაკო. ჟაო, მოკვდა. ეხლა ფომოჩკას ვაჯამო. აბა, მოგშივდა? აი ესე ჩემ საჭმელი. აბა? ფომოჩკა, აბა? იჭიკჭიკე ფომოჩკა. იჭიკჭიკე. ვეფხია. ვასილი ვაინც სახშია? სახლშია. შემოდი. დაიხადე. ფეხები დაიწმინე. დავა. მამა, შენთან მოწაფე მოვიდა ხალი ბაური. ვეფხია? ხო? რადგან მოსულა შემოვიდეს. შედი. ფომოჩკა. გამარჯობათ ვასილი ვაინჩი. გაგიმარჯოს ხალიბაურო. გასიტყვი? მაპატიეთ. პირად დღეს კი გაწუხებ, მაგრამ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ უნდა მოგელაპარაკოთ. მთელი ღამე არ მიწინია. რა, მოხდა რამე? ამოდი, დაჯექი. აბა? მიამბე? ვასილი ვაინჩი. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, შორეულ საქართველოსდან ჩამოვედით მეფოლადიობის შესასწავლად. ეგ ჩემთვის ცნობილია. შემდეგ? ამდენი ხანია ვმუშაობდა. ჯერ ღუმელს არ მივკარებივარ. ვეღარ მოვშორდით ნიჩბებს. კეთილი. მერე რა გინდა ყმაწვილო? ვასილი ვაინჩი. მიმიშვით ღუმელთან. მე უკვე შემიძლია. რა შეგიძლია? როგორ თუ რა? ღუმელის გაწყობა, დნობის ჩატარება, ფოლადის გამოშვება, ყველაფერი შემიძლია. თქვენ კი გუშინ მითხარით, ნიჩბის დაჭერა რა გწოდნია. კეთილი. მას ყველაფერი იცი. ყველაფერი. ფოლადის მოდუღებაც. რატომაც არა? ლაბორატორია აქვია. დამეხმარება. კეთილი. ახალი ხარისხის მოდუღებაც. ეგეც შემიძლია. კარგი. მას ყველაფერი შეგიძლია. აბა, რამდენ ელემენტ შეიცავს ჩვენი ახალი ნაცნობი? 8 ნაცვლად ჩვეულებრივად 4-ისა. ო, კეთილი. კარგია. რა ფერისა უნდა იყოს რეაქტივი? თუ ის ფოსფორ შეიცავს.
ყვითელი. ბაცი ყვითელი. უკეთესია, მაშინ ნორმალურია. ნიკელის ხსნარი. რა ფერისაა? მწვანე. მწვანე. მარგანეცისა? წითელი. მუქი შინდისფერი. როგორ შევიტყობთ უანალიზოთ მარგანეცის არსებობას ნადნობში? ნაპერწკლით, შვილო, ნაპერწკლით. დიახ. არაფერიც არის ჩემო კარგებო. ყოველ გვარ სწავლას თავისი ვადა აქვს. ექიმობას 5 წელს სწავლობენ. მეზღვაურობას 4 წელს. მეფოლადეობას კი 3 წელზე ადრე ვერ შეისწავლე. ვასილი ივანიჩ, ჩემი აქამდე ხანს დარჩენა შეუძლებელია. აი ნახავთ. წელიწად ნახევარში მე ყველაფერს დავძლებ. არა ძმაო, მე ამ 40 წლის განმავლობაში მრავალი ხარისხის ფოლადი გამომიდენია. და ყოველი ახალი ხარისხის გამოდნობისას თავს ყოველთვის უსუსურად გრძნობდი. იცი შვილო, ლითონი ჩემთვის დღესაც დიდ საიდუმლოებას წარმოადგენს. ვასილი ივანიჩ, მიმიშვით ღუმელთან. თქვენი დამხმარე თანახმა, მხოლოდ თქვენი ერიდება. თუ ნებას არ მომცემ, მაშინ აბა დაამთავრე. მაშინ მე მირჩევნია უკან დავბრუნდეს სახლში. ახ, მას შენ მოხვედი ნოტის წარმოსადგენად. ულტიმატუმის. რა სიზამ? გონი მართლა ჯობია სახლში დაბრუნდე. მე თავიდან შეგატყვე რომ შენგან მე ფოლადი არ გამოვიდოდ. მარტენის ღუმელს არ უყვარს ყოყოჩები და ქარაფშუდები. ვასილი ივანიჩ. მამა! ვეფხია, გეყოფათ ლაბარაკის, წამოდით ვისადილოთ, დედა გელოდებათ. გმადლობთ. მე წავალ. მადლობა, შენთვის შეინახე. წამოდი. წამოდი ვისადილოთ. წამოდი. დედა, გაიცანი. მამას საუკეთესო მოძაფე. ვეფხი ახალი ბაური. სასიამოვნოა. ხო, დაბრძანდით. დაჯექი ვეფხო, დაჯექი. იქნებ სულაც არ არის ქარაფშუტა. აი მე რაც გეტყოდი შვილო. რა იმას თავში ასეთი აზრი უტრიალებს, რა იმან ასეთი ნოტა წამომიყენა, ცხადია თქვენს კონკავშირში აღმზრდელობის საქმე კარგად ვერაა დაყენებული. იმიტომ რომ ყველა ახალგაზრდას ერთი საზომი ძომა. აბა შენი მოდენა არა ხარო მამას ასწავლო. გიჯობ შენ ბორის მოუარო და ჩეული ხარ მის თავბრუ დახვევას. რა შუაშია ბორის? დარეტიანებულია. აი რა შუაშია. ბორის პეტროვიჩი მეტად სიმპათიური ახალგაზრდა. აი ისიც ხსენებას თქვენი სიმპათიური. თქვენი გადამკიდე ხვალიდან მაგათ მე თვითონ მოვკიდებ ხელს.
ხოლოს ერთი ფოტო, შენ შენ პიდი ნასა. მე აპარატით კი წამოვიდე. ნასა. ნასა. მოიცა სადგამი. ნასა. მოიცა, ნასა. ხოლოს ერთი ფოტო, ნასა. Boris, გადაგვიდე. გადაგვიღე ჩქარა. ბორინკა, მე ცოტა ხანს ვეფხიას ვასწავლე. შენ კი გიგი ავარჯიშე. გიგი ავარჯიშე. ბორის, მეც გადამიღერა ბორის. გადამიღერდი. ერთი. დავადექი. მაგრა დადექი. მოიღადე? ბორის, სანდმილი ხარ, დაბრუნდი. კარგად გამოსულა, ჰა? შესანიშნავად. კარგი გოგონა ნასია. არა ბორის? ხო. მოსიყვარულე. მართალს ამბობ. მართლაც რომ შესანიშნავი ქალია. ძალიან შემაყვარა ქალი. არა ბორის? ჰა? ბორის? გამარჯობა ყმაწვილებ. გამარჯობა ბორის პეტროვიჩ. ვასინკა, აქ შენები უკვე ცეკვავენ. იცეკვებენ, როცა ყინვა 40 გრადუსამდეა. გამარჯობა ვეფხვებო. გამარჯობა. ეს რა მოჩვენებაა? ეს ხომ ჩვენი დათუნა. დათუნა? აბა, დავიდეთ ყმაწვილებთან. დადი შვილო, დადი. ნასა. დავადი. ნუ გარვი. ვასიკო. აბა, მიდი და მოგ. დიავასო, მომღები! აბა, დავიდე. შეხედეთ ერთი, როგორი მეგობრული კოლექტივია. ეს კოლექტივი კი არა კამპანია, ხოლო როგორი კოლექტივია ეს უმელთან გამოჩნდება. აბა სინჯე. აგრასავლე ხელი. ეს ნიჩაბი არ გეგონოს. უკანა კედლისაკენ მიმართე, უკანა კედლისაკენ. ახლა ჩვენში პირდები იშლება და იები ყვავიან. ძიურია თქვენი ქვეყანა. ასე ვთქვათ, ხეხილ, ბაღნარიანი. აქ კი მზეს თვალითაც ვერ ხედავ. მიდიხარ სამუშაოზე ბნელა. უკან ბრუნდები ისე ბნელა. სულ ყინავს და ყინავს. მართალია. ჩრდილოეთითაა ჩვენი კუთხე. სადრფალო მოდი მომაყრდე
ვაშლი მირთით ასილიანი. ეგ ყველაფერი კარგი. მაგრამ მე თქვენთან სხვა საქმეზე მოვედი. მე ვფიქრობ, დადგა დრო ვახტზე თქვენი დამოუკიდებლად გომისა. შენ რა სიტყვით ბორის? შეიძლება ვასილიანი. მაგარი ბიჭები არიან. ბრიგადას რიგრიგობით უხელმძღვანელებთ. ამ თვეში ბრიგადირად დავნიშნოთ ბორის. ვინ დავნიშნოთ? მოდი დავნიშნოთ გიგია. გიგია? გეთილი? ასე. აბა, გიგია, როგორ არის საქმე? მე ვფიქრობ, დროა მოუმატა დაირი. სორია, დროა, შეუდექი. საჭიროა მადალის დამატება. ბორის, მიმიშ მე დაუმატე. მოვადრო და დაუმატე. როგორ გასშეხვედა ბულანის თვალებში? არის საქმე. შემოდი ლეშ. სიბნელეში რაც დამჯდარ ხართ. ადე კიდე ხია წამოდი. სა? ვასილი ივანიჩი გეძახის. დამწვარკანს მათ მის დასმა უხდება. ჩემ ვასილი ივანიჩს ბერჯერ სახეც დაწვია, კეფად. მაგრამ ხომ ხედავთ, ოჩაღათაა. შემოდი ვეფხია, შემოდი. ვეფხია. ბორის. ვეფხია. გეღოფა. რა მოგდის? დავში. ვეფხია. ბორის მე. ბორის. ხომ ხედავ, იოლად გადარჩა. დააცა შვილო, იტიროს. გულს მოეშვებ. არაფერი. რაო. თავი რაც შაგიკინდრავს ვეფხო. დაიყო ბიუროს. რა და თავი მოგჭრეს. კი მაგრამ თქვენი გულისათვის მე რატომ უნდა მლანძღავდნენ? შენ კაცი და სვი მე ვარ დამნაშავე. დათო შინ დაბრუნება უნდა მე ვარ დამნაშავე. როგორ?
დათოს რა მოუვიდე? დააკმაყოფილეს მისი თხოვნა. შინ გაუშვეს? გაი სირცხვილო. დაიძრვინე თავი შეუსვინდისო. აკიტრაბა ხობდი. თუ კონკავშირი გამგზავნის სადაც გინდა წავალო. ჩრდილოეთ პოლისზე სიამოვნებით. უდაბნოში სიამოვნებით. მეტალურგია ჩემი საქმე არ არის. ჩემიანები ყველა მიწის მუშა იყო. მეც აგრონომი გავხდები. ნუ ჯავრო, ვეფხია. მე სკოლაში შენი გაჯავრების მეტი არაფერი გამიკეთებია. ახლა გამოთხოვები ჟამს მინდა ბოდიში მოგიხატო. სიძეს რომ გეძახდი, თხასავით რომ გაჯავრებდი. ახლაც რომ ვტოვებ ამისათვისაც. კარგი. გაეწყობა. ერთი სიკეთე მაინც გამიგეთე ბიჭო. გელასაგან არაფერი არ ისმის. ეს ბარათი პირადად გადაესით უზნახ. ჩემი თავი შენ გენაცვალოს. სიადრე რა მოგიყვანა? შემოდი სახლში. უნდა დამეხმარო. მთელი ღამე არ მძინებია. გავიგე დათო ჩამოსულა რუსეთიდან. ძალიან გთხოვ, ამოიყვანი აქ. გრძნობ, ვეფხიას რაღაც შეემთხვა. კარგი გოგონა, აი თურმე რატომ არ წერდა წერილებს? როგორ არ წერდა? მეც გავამატანა. ყოველდღე ვაპირებდი სოფელში ამოსვლა. მაგრამ ვერ შეძელი, ფეხი მომეყინა. გელიკა, გაიგე. დათო მართლაც ჩამოსულ. მოგითხა შემოგითხა. სხვა არაფერი? არაფერი. წამოდი უნდა მოგელაპარაკო. გელიკა, მოხდა რამე. დაჯიქილე. ნუ გეშინია, მეგობრები აქ ავარ. რა მოხდა? შენ უკვე პატარა აღარ ახარ, უნდა გესმოდეს რომ გელიკა, გეტავა გევედრები. მითხარი რა მოხდა? უღარელი წერილებს. ავატარი? მოკვდა? დამშვიდდილება, ნუღელა. ვეფხი არცავა და არც მომკვდარა. აბა რა მოხდა? ცოლი შეურთავს. სტუი! სტუი! ჯერ შევგიცეთ ერთმანეთს ერთგულება. სხვას არ შეირთავდა. ვერ დავიჯერებ. ვერ! ლელა, რა გემართები? რა ცხავა?
поющим ветрам. Ждет ли ты меня, девчина, в дальнем очень берега? Гей, гармонь, развей причину, весь разлей по берегам. По лазоревым стремнинам, по кипающим волнам. Легоньком челне заглядеть бы твои ночи, утонуть в синеве. Ей, гармонь, развей причину, ведь разлей по берегам, по лазоревым стремнинам. Настя, чего ты? Борис, ეჭვიანი ხარ? მე? სრულიადაც არა. ხო, საწყენია. რატომ? ესე იგი არ გიყვარვარ? მე? ნასტა. ნასტინკა! მეჭვიანო! მეჭვიანო, ნასტა! ჩემი ნამდვილი მეგობრები ხართ. 3 წელი დიდი დროა. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შევფიცეთ სამარადისო სიყვარული. და ნემჯერა იგი წმინდა ავით მთისლარო. გეფიცები ლელა მეყვარები ვიდრე ამ მყინვარზე თოვლი არ დატანე.
ვიდიარდას რა. გამო. ეფხესებას უსგასებ. წერიდან მოგცა? რა წერილი? ეფხიასი. არ გამცეთო რომ ორივეს დაკვლავს. მოდი ჩემს საყვარელ მეგობარ. ჩემ დათოს გავუვარ. ლელა. ლელა. თებში შორეულ წარსულში ჩვენი მამა-პაპანი ადუღებდნენ საუკეთესო ფოლადს მთელ ქვეყანას. მაგრამ მას ადნობდნენ ცალკეული ოსტატები და ისე მტკიცედ ინახავდნენ თავიანთ საიდუმლოებას, რომ მათი ხელობა მათთან ერთად მოკვდა. ახლა ქართველმა ხალხმა კვლავ შეისწავლა ფოლადის მოდუღების ხელობა და იგი აღარ წარმოადგენს ცალკეულ ოსტატთა საიდუმლოებას, არამედ მთელი ხალხის მიღწევა და საკუთრება. გმადლობთ თქვენ ძვირფასო მასწავლებლებო და ამხანაგებო. გმადლობთ თქვენ ძვირფასო ვასილი ვანჩი იმისათვის, რომ მთელი ცოდნა და გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარეთ. 40 წელი. ყოველდღიურად ვიდექი ჩემს ღუმელთან და არასდროს არ მიმიტოვებია იგი. და ახლა როცა ჩემი მოწაფეები პირველად მივლენ ახალ ღუმელთან იქ საქართველოში არ შემიძლია რომ ჩემი მკლავი და გონება იყოს აქ, გული კი იქ. სერგეი პეტროვიჩ, ნება მომეცით ჩემს მოწაფეებთან ერთად გავემგზავრო საქართველოში ქარხნის სამუშაოზე დასასწრებად.
შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. რა? რა დავუყო საჩუქრად ლელას. ლელა? ხო. იცი რა? აი ასეთი ურალური საყურეები და ბეჭედი. საყურე? ხო. საყურეები უყვარს. არა. ბეთხიას ჯობია საქორწილო კაბაწაულო. ა? რა ჟამის კაბაგნება? რა სიმაღლისაა? ასე დაახლოებით ჩემი სიმაღლის. 46 მესამე ზომა. კეთილი. კარგი. მოგწონს? აჰა. ვორა, მიხდება? ძალიან. მაშორი? გამოწერე. ასე ვიცი ჩვენ. ეს ხომ ჩვენი ლელა? ცოცხალი ყოფილა ჩვენი დაუყული გეგონა. მაინც მომეცი? გელიკა, ლელა. დიდ სიმაღლეებზე მომუშავე, მოწინავე ელექტროშემდუღებელი, ლელა არაბული. ასე ჩანგალი? მიაკეთ წავალ. მე კი ერთ წავიღებ. შამათი. ასე ვიცით ჩვენ. ვასილი ვაჭი. კიდევ ერთხელ ვითამაშოთ. ძალიან გხავთ. გაათავეთ თამარ. ნასტინკა, კიდევ ერთხელ. კიდე? სადა ხანს გაცალე ნასტინკა. თქვენ შავებით გააწყალეთ. ხო. კიდე. რაო, გაგცვალა დედოფალში. უფრთხილდი შენ თვითონ არ გაგცვალა. მეფეში. შეუძლებელია. ეგ არასოდეს არ მოხდა. ერთის ნახოთ და ეგ ყოველად შეუძლებელია. მე ფოლადებთან შესახვედრად. ფალანი იკარია. ეთქვა და გაგიშვებ. მე მირჩევნია. არ დავხვდე ამათერ. რაო? არ მესმის. აქედან ყველაფერი ჩანს მე. ადგილზე სulis სიცარიელი. შეხედე. ნასტია, ბორის, გიგია, მოდი. აი, ბეთია, რა? ლელა. ლელა? შეიძლება ის სხვა ლელა? არა, ეს ჩემი ლელა.
ველა ყოფილა. სად ყოფილა? ჰეი, ღმერთილო, ხომ არ შეგიყვარდა ჩვენი ლელა? სად შეიძლება მისი ნახვა? ნახვა? მეტალურგების ქუჩა სახლი 17. მეტალურგების 17. რაღაც თუ დგეხარ, აიღე საქორწინო კაბა და მიდი ლელასთან. აბა რა სულ გეხარ? აიღე საჩუქარი და კასცი. ხო. დავიდეთ მიულობ. ვინ არის? შემო. აი თუ რომ სად ბრძანდები. კელიკა. დევკარგი რომ მიცან. არ გადაიდო. არ მომეკარო. შენ თოლი ხარ ჩემი თუ არა? რადგან გამსვარდით რომ მთელ სახლს შევკ. რისი იმედი გაქვს? დეპრია როგორც კი გაიგებს რომ ჩვენი ხორცი უკვე იყო. ელა ეს ყველაფერი მართალია? რავ, მე შენ გეკითხები, ქორწილი იყო? აბედო. რავ. ერთხია. აბა მოემზადე. დავიდე. ეს მეგობრე. გაიგავთ ფერგატია. ფერტოლია. თუის. შეკტილი მიჯობს მაგის ცოლობა. არ დაუჯეროთ მაგას. მე მაგისი ცოლი არასოდეს არ ყოფილი. სამსად მოხდება ამიერკავკასიის მეტალურგიული გიგანტის საზეიმო გახსნა. ახალგაზრდა მეტალურგები აღფრთოვანებით ეგებებიან ამ საზეიმო დღეს. მარტენის სამხელში პირველ ვახტზე დგებიან ახალგაზრდა მეფოლადენი, ვეფხია ხალიბაური, გიგია გოშაძე და სხვები. გაიგონე? პირველ ვახტზეო. რაო? როგორ თუ რაო? არ მოგისმენია? ჰა? ვიწყებთ კონცერტს ახალგაზრდა მეტალურგთა დაკვეთით. მოგიყვარს გავაჯე შენ ხარ პატარა ნუ გავწოვდები ვხინა შენ თითქოს ხელავ არ ვარგა დამშვიდი ასი არ ვარგა ვეფხია ახლა დგება ჩვენთვის ყველაზე საზეიმო წუთი ასეთი რამ კი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება ეს ისია როგორც აი როგორ გითხრა ქორწილში დგეხარ პატარძლის გვერდით და ყველა შენ შემოგწგეს ჰა ნუ ღელავ ახლა დაწექი დაისვენე და არაფერზე არ იფიქრო ხო აბა ეს ვინ არის დათუნა საიდან სოფლიდან ვასილი ივანიჩი ჩამოდი ქარხნის საზეიმო გახსნას დასასრებად ვეფხია მინდა ვნახო კარგ დროს ჩამოხედი აი ვეფხიაც შეტეზერტირო ხოლოდ არ დაღალო
მალე იქნება ვასილი ივანიჩი. მალე. ხელა არა უშავს. გამაგრდი. კაც ცხოვრებაში ერთხელ ხდება ასეთი ბედნიერება. მადლობა ვასილიანიჩი. გამაგრდი. ნარგიზი კარგია. დროა გამოუშვათ ვასილი ივანიჩი. მაჩვენე. აბა შენიც. მიდი.